სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს დრო მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ხალხო, ისე მეძინება, ვერანაირი კოფეინი ვეღარ მშველის. რა დღე იყო ეს? მე ხიზლად ვარ, მაგრამ სახლში წავსვლა ძალიან მინდა რა. ვის არ უნდა? და რაზე დაგვიბარა? რა სახეები? გამოფხიზნ? დღეს მთელი დღე მიმღებში ვიყავით ხოჩა ექიმა და ცოტა დავიღალე. თან ძალიან ბევრი პაციენტი ყავდა. და ხვალაც ესე გვიწევს მგონი. მაშინ ამ ამბით გაგახარებ. დღეს მორიგეობაზე უნდა დარჩეთ რომელიმე. და რომელიმე? არ ვიცი, თქვენ გადაწყვეტეთ და 5 წუთში შემატყობთ. მე შანსია რა. ფეხზე ვარ ვდგავარ და ვიღაც შემომაკვდება. მოუნდა პრინცესას დასვენება. ყველანი ეგრე ვართ. ხო და ვინც უფრო გაძლებს ის დარჩეს, მე მივდივარ. მეც დასასვლელი ვარ რა. რანაირი ექიმები ხართ? მე დავრჩევ. მადლობა, შენ ხარ გადამრჩენელი. ისი მადლობა. ხო და შემდეგზე შენ წადი სახლში. ხო და ლიზა დარჩება. აბა გამემშვიდობის. როგორ სვატყობ, ისევ შენ აღმოჩნდი დაჩაგრული. არა, ჩემი არჩევანი იყო. რითი ვიწყებთ? ჯერჯერობით ამით. ეს რა არის? ეს ჩემი ოთახის გასაღებია, გაღლილი სახე გაქვს. ადი მართლა და დაისვენე. მე სახლში მივდივარ და არავინ არ შეგაწყვეტს. ხო, მაგრამ არავით არის, მაგრამ. მადლობა. დე არ გამოიარო. ლაცინე დალაგება აგიტყდა ამ შუა ღამეს. რა ვიცი, ვფიქრე დროს გავიყვანთ. შენ იცი ბებია ჩემი. ღამე დალაგებას გვიგზავნოდა. უი, რატო? იმიტომ რომ ვინც ღამე დაალაგებს, იმას ბედი ჩაეკეტება და სიყვარულს ვერ იპოვისო. რა სისულელე. რა არის სისულელე? დღეს ხალხს რერჯერა ხო ხედავ და მაშინ ბებია ჩემს გავაგებინებდი მაგას. მაგრამ შენ შეგიძლია დაალაგო დედა. შენი სიყვარული ყავს. ხო. ვიცი რატო ხარ ეს? რატო? კობა გენატრება ხო? კაი რატო? ხო ძალიან ძნელია, როდესაც კაცი სხვა ქალაქში მუშაობს და ესე ხშირად ვერ ნახულობს ოჯახს. ჩემი შეყვარებული გოგო ხარ. არი ნერვიულია, ჩემო სიცოცხლე. ჩამოვა მალე მორჩება იმ თავის საქმეს. ხო იცი, ჩვენს გამოა იქ წასული. მეც ყოველ დღე მირეკავს, მებოდიშება, რომ ვერ მნახულობს. აი, ჩამოვა და უცებ მოხვალ ხასიათზე. აიდე, მაგრამ მაცადე რა მანამდე დაალაგება. მივდივარ, მორჩა. ამდენი კოფეინი მავნებელია. ნორმალურად ძელი ვერ მოვასწარი. შენთვის ვიძახი თორე მე რა. შენ საერთოდ არ გეტყობა უცინარი რა ხარ. რა იყო, სადმე გეძინა? არა, უბრალოდ იმდენი ხანი არ მიძინია.
მე მგონი ისომნია წავიკიდე. ой, გაროცი, მაგრამ უკვე ისე დავიღალეთ აკო. ერთადერთი რაც მეცლებინებს ნიკა. ხო, ნაწილობრივ. მაგრამ მაგასაც რაღაც ჭირს ამბობ. ხო მეც შევატყე. წუხალეთი მთელი ღამე აქ იყო. ნიკა? და რა უნდა და მაგის სხვა ხო არ იყო? მეც გამიკვირდა, მეთქი რამე გადაუდებელი ოპერაცია ხო არ აქვს თქო, მაგრამ კაბინეტიდან არ გამოსულა. მარტყობა საქმეებს შემორჩი. შეიძლება. ტიპი არის მედიცინის ფსიხი. აი ზუსტად ეგ მომწონს ბიჭებში. თავის საქმის პროფესიონალები. ნიკასნაირად. ზუსტად. ო, წამოვისაუზმოთ რა. მაინდა შენც მორჩებით სხვას და მეც დამიძახები. აი, წამა. მოიცა. დარწმუნებული ხარ რა ეს არის? კი, ყოფილ ვარ აქამდეც. აქ რა გინდა? ძალიან ადრე რა. შევერ წამოგიყვანდი მამათა მონასტერიად. გადახვა თუ გადავიდე? შევალ და გამოვიყარე. როგორ ხარ? კარგად. ნამდვილად არ გელოდებოდი აქ. აი, მე დაგტოვებ თქვენი საუბრით. მოკლედ. პირველ რიგში მინდა იცოდე, რომ აქ შენ მოსაკითხად არ ამოსულარ და არც რაღაც საქმეების გასარჩევად რა. კაი? გამიკვირდებოდა კიდეც რომ მაგისთვის ამოსულიყო. ყველა კარგად არის? ანუ ვინმეს რამე ხო? არა, არაფერი. ელენა ხო გენატრება? მენატრება? მაგის გარდა ვერავის ვფიქრო. ისე მანამდე რო გეფიქრა მაგაზე უკეთეს იქნებოდა. მე მგონი ჩემს განსაკითხად არ ამოსულ ხარ, ხო? ხარ ვიცი ხარ. მოკლედ მე და მარიამმა ვილაპარაკეთ. და გადავწყვეტეთ, რომ ცალსახად ჯობს, რომ შენ და ელენა მერტმეეთი ნახოთ ხოლმე. ელენისთვის ესე უკეთესია. მართლა? ხოლმე ერთი პირობით. ნებისმიერით. მარიამს კატეგორიულად არ უნდა რომ რამენაერად შენ გადაგეყაროს რა. ამიტომ ისე უნდა მოხერხდეს ხოლმე შენ და ელენას ნახვა, რომ მარიამს არ შეხვდა. იქ როგორ? ნუ ჩვეულებრივად რა. მაგალითად მე დაგირეკავ ხოლმე და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ. ეხლა სად არიან? საფლისელში. ხო, მაგრამ მარიამი ჩადის ხოლმე თბილისში და ელენე მარტო რჩება რა. და მაგ დროს შეიძლება რომ ნახოთ ერთმანეთი. მე მგონი დღესაც აპირებდა ჩასვლას, არ ვიცი ზუსტად და თუ ეგრე არის დაგირეკავ და ადი შენ. შევთანხმდით? შევთანხმდით. თავს გავუფრთხილდი რა გობა. ბედნიერად. ანა. მადლობა რა. ცალკე მარიამი მეცოდება, ცალკე ელენი და ცალკე ეს დეგენერატი და რა გავაკეთო. რა მეც ასე ვარ. წარმოიდგინე. მთელი ცხოვრება უყვარდათ ერთმანეთი. ხო, მაგრამ ეგეც საშინელება რანაირად უნდა გააკეთო, ჩემამდე არ დადის, რა მომაკვდავს სიდეტრს, ფული რანაირად უნდა მოპარო. გამართლება ამას არა აქვს. მაგრამ ხო იცი რა. ურთიერთობაში ოჯახში ტყუილი რო ჩნდება, ოჯახის ამბავი დამთავრებული არა. წავედით.
არ წავიდეთ? სოთო რა დავიწყე. კიდე ზნება გაქვს? 90-60. ნორმალურია რა გინდა? ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80-ზე სხვათა შორის. კარგია. შიმშილობით ბავშვს ვერ დაიბრუნებ. რამე უნდა ჭამო? მგონი ეგ იქნება ჩემი ბოლო გამოსავალი. კარგია. ჭამე გთხოვ რა. არ მინდა არა. ამანებე თავი. შენს არ დაურეკავს? არა, მე ვურეკავდი, მაგრამ მითიშებდა. კარგი ეხლა. დამშვიდება, დაწყნარდება და მოვა საწავა კაცო. ჯანდაბაში წავიდეს ის ვინც ამ დღეში ჩამაგდო. ჭამე რა ორი ლუკმა. არ მინდა არა შემეში. მომაწოდე ერთი ტელეფონი და გავარკვიო საძაღლის. ვის ურეკავ? არ ვიცი ვინმეს დაურეკავ, ვისაც ვიცნობ. აი, ლიზა. ეგ რომელია? ვიცი რა გოგოა. ხო, მაგრამ ვინ არის რომელია? მაგის რეზიდენტი აქ რომ ყავდა გაჩვენდი ერთი წუთი. მოვალ წუთში. გისმენთ ნამდვილად. როგორ ხარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? მადლობა, მეც არა მიშავს. ლიზა, რაღაც მინდა კითხო. გისმენთ მშვიდობაა? კი, მშვიდობაა. უბრალოდ ნიკას ვერ უკავშირდები და მაინტერესებს მან ხომ არ არის. ტელეგრამი აქ იყო. ეთყობას არ ვერ გაიგო. ვაიმე რა კაი გოგო ხარ, მე კიდე ისე ვინერვიულე. არაფერი არა, სანერვიულო. ხوار დაგალაპარაკოთ. არა, არ გინდა დალაპარაკება, იმიტომ რომ ხო იცი მე რა იტყვის რომ დედა მაკონტროლებს. მესმის. არ დარდოთ არაფერზე. ძალიან დიდი მადლობა ლიზიკო. აბა დროებით. ნახვამდის. დედა რა გოგოა იცი მალხას. არა, ეს ჩემი შვილი კიდე დეგენერატია რა. სულ შენ დაგემსგავსა მალხას. მე რა შუაში ვარ? კაშუაში ხარ და ესეთი ანგელოზივით გოგო გვერდით ყავს და ეს კიდე სადღაც აღარ მინდა რა. მომწონს როგორ მოაწყვეთ ეთაურობა. მართლა შესანიშნავია. სან-ფრანცისკოს უი, თეკლა მოხვედი დედა? მოდი. პიტნის ჩაის დაგალევინებდე, მოდი. არ მინდა ჩაი. მოდი, мама, მოდი. არ მინდა. ეს გაბრაზებული ახლა ჩვენზე. მოდი, გოგო, მოდი, რო გეუბნებით. დედა არ მცალია. მოდი, мама, მოდი დაჯექი ჩვენთან. რა იყო შვილო? აღარ ვკადრულობ? мама, შენ თვითონაც ხო ხვდები? იმ სიშორეზე რო წახვიდე. იქ მარტოკას რაღაცა რომ გაგიჭირდეს. რამე რო დაგემართოს. ხო უნდა დაგვიხედქო გულები მეც და დედა შენსაც. მე წარმოდგენაც არ მინდა, წარმოდგენაც არ მინდა. მართლა რომ რამე გაგიჭირდეს, დედიკო, ან ვინ გიპატრონებს, ან ვინ დაგიცავს, და მაგ ლოგიკით მთელი ცხოვრება სახლში უნდა ვიჭდე და